გვიანი დაბრუნდა ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ქართული ოცნების ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააკავეს. მის გარდა საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებულების ვასილ ლელუაშვილის და ლევან ქარდავას მიმართაც. განცხადებაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო აღწერებს, წერია. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და სამივე ბრალდებული დამნაშავე ცნო მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში. სასჯელის ზომად და სახით მათ განესაზღვრათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირდა 1/4-ით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე 2 წლის განმავლობაში ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. მოვისმინოთ ამ საკითხთან დღევანდელი ამ საკითხთან დაკავშირებული დღეს გავრცელებული კომენტარები. ვასილ ლელუაშვილის ცნობილი ხმის დამნაშავედ საქართველოს ისკრის სამართლის კოდექსის 295 მუხლის მეორე ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადი. ლევან ქარდავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს ისკრის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადი. ხიზანიშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს ისკრის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილის დ-ქვე პუნქტით, მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. შოთა ხიზანიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს ისკრის სამართლის კოდექსის 329 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადი. მათ ჰქონდათ თავიდანვე მიზნად დასახული ეს გადაწყვეტილება დამთავრებული იყო ისე როგორც ახლა დამთავრდება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური დემონსტრაცია, რომელიც ბოლო წელია მიმდინარეობს ჩვენი გუნდის წევრების მიერ. ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ თვითონ შოთა ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომ დადასტურდეს, იქ არ ჰქონდა გაფლანგვის მუხლი, ეს მძიმე მუხლი, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ეს მოსაზრება, თუმცა არ დაგვეთანხმა იმაში, რომ საერთოდ დანაშაული არ იყო და ეს ქმედება დააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით. ჩვენ ახლა დასაბუთებულ განაჩენს, როდესაც მივიღებთ და ჩავხედავთ, როგორ არის დასაბუთებული, ალბათ ამ ნაწილშიც გავასაჩივრებთ. საქმე, ასე ვთქვათ, დააჩქარეს მას შემდეგაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და იმით რომ ივანიშვილმა დაიჭირა ვარუმბერებიშვილს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, ამით ეს იყო მისი პასუხი სტრასბურგის განაჩენზე, მე ვფიქრობ. ცხადია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ყველა სხვა ამ საქმიდან მშრალად გამოიყვანეს. ანალოგიური საქმე, მე ვფიქრობ, მძიმე საქმე, რომელიც შეეხებოდა პირადი ინფორმაციის გავრცელებას, იყო ხვედელიძის საქმე და ხვედელიძე ერთი წამი არ ჭირდა ციხეში და შოთა ხიზანიშვილი დაიჭირეს. ვფიქრობ, რომ განაჩენი უსამართლოა, უფლებამოსილების გადამეტებით, როგორც თქვენ ნახეთ, მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა და ამინისტიის კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წელი და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა და აყვანილი იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზთან. ადვოკატების სტუდიაში ბატონი მალხაზ პატარაია, ქალბატონი ნონა ფილაური, საღამოშიდობისა ძვირფასტუმრებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონი ნონა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად შოთა ხიზანიშვილი გამართლდა ერთ კონკრეტულ მუხლში, მაინც არის ასეთი წარმოდგენა აღქმა მისი მხრიდანაც და ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, გასაგებია პოლიტიკური გუნდის, მაგრამ მაინც მათი, რომ ეს პოლიტიზირებული პროცესია. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? იქ სადაც შოთა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნეს, დინო, მივესალმები თქვენ სტუდიას, მივესალმები მაყურებელს. სხვათა შორის იქ ბრალდების ფორმულირება იყო ასეთი: იმჟამინდელი პოლიტიკური, ანუ ოპოზიციონერის, მოდი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი. ბესო სურმავა გადაუხადეს 150,000 евро იმაში, რომ და ასე შემდეგ, ხო? აღარ ჩავყვები. ანუ რას ნიშნავს ეს? შოთა ხიზანიშვილმა როგორც მინიმუმ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბიძინა ივანიშვილს, ასე ვქნათ, შეუქმნა დამნაშავე, შეუქმნა დანაშაული. არ ჩადენილი დანაშაული შეიქმნა. ხვდებით რას ვამბობ? რომელ პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე ვსაუბრობთ შოთა ხიზანიშვილის მხრიდან, როცა თვითონ შოთა ხიზანიშვილმა არ ჩადენილ დანაშაულს დაარქვა დანაშაული. მოდი ასე ვთქვათ, ხო?
ასე რომ აქედან გამომდინარე, ეს არის აბსურდი თეატრი, ეს არის მორიგი, ასე ვთქვათ, PR აქცია, რასაც შოთა ხიზანიშვილი, მე ადვოკატი ვარ და ცოტა მიჭირს ახლა უკვე მსჯავრდებულზე საუბარი, რადგანაც გამომტყუნებელი განაჩენი გამოვიდა და მის ადვოკატს, რა თქმა უნდა, მაინც როგორც ადვოკატი ვუთან აგრძნობ ამაში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს და აგერ გამომტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, ვთქვათ და ვაღიაროთ ის, რომ ადამიანმა, რომელმაც მაღალ ჩინოსანმა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ჩადენილი დანაშაულისათვის ფაქტიურად ბესოს სურმავას გადაუხადა ფული და ათანამშრომლა იმაზე, რაც რეალობაში არ არსებობდა და გამოიყენა სახელმწიფო ფული, აი ის ადამიანი პოლიტიკაზე გველაპარაკება და პოლიტიკურ ნიშნით დაკავებაზე. ეს არის დიდი, სერიოზული აბსურდის თეატრი და ეს უბრალოდ ხიმილის მომხრე. რა შეგიძლიათ თქვათ აი ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ეს ძალიან მძიმე თემაა, მოსმენები არის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა დღეს საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობისთვის ავარავდოთ ვინც გვიყურებს, იმიტომ რომ განცდა რომელიც არსებობდა და რომელიც ისევ ნაწილობრივ შესაძლოა ძალაშია, ახლაც არტოვებს მაინცსა და მაინც კარგ პერსპექტივას ამ ქვეყნის განვითარებისთვის. უნდა არის თუ არა თქვენთვისაც ეს საკითხი პოლიტიზირებული? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის ნაწილი, რომელზედაც ახლა ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, იმ ნაწილზე გამართლებულია ხიზანიშვილი, ანუ თანხის გადაცემაში, თანხის გადაცემის ეპიზოდზე მასზე გამართლებელია. გაგადრებათ კოლეგა ვასი არ არის, მე ის სასამართლომ გავრცელა. რა წესი გაქვთ კაცო, დამამთავრებია ჩემი აზრი რა არის უცებად წინადადებას. მეორე ნაწილი, რაც შეეხება 333 მუხლს 333 მუხლით არის ის უფლებამოსილების გადამეტებით. ეს არის, ესე იგი, ჯარიმიდან 3 წლამდე ითვალისწინებს, ესე იგი, სასჯელს. მე საერთოდ რაც შეეხება მოსმენებს, ეს არის მოსმენების თემა და საერთოდ რაც შეეხება მოსმენებს, უსმენენ ამ ხელისუფლების დროს, უსმენდნენ წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა და საერთოდ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრგან უსმენენ და პერიოდულად ბუნებრივი ამბავია. ეს რა თქმა უნდა ცუდი ამბავია, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება, ეს სპეცსამსახურები ამას აკეთებენ, სამწუხაროდ ძალიან დიდი სკანდალებია ევროპაშიც და მსოფლიოშიც მოგეხსენებათ, სხვაგანაც, მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ უკან, ნაციონალური მოძრაობის დროს მოსმენების მხრივ ხდებოდა შეიძლება ხელოვნურად დანაშაულების შექმნებოდა, ასეთი არ ხდებოდა არასოდეს, არც დღეს და არც შევარდნაძის დროსაც ხდებოდა, კომუნისტების დროსაც ხდებოდა და ეს მე ძალიან კარგად ვიცი. რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ ვითარებას, ეხლა აქ არის საუბარი, ჩემი აზრით, ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც იყენებს ხელისუფლება მსგავ შემთხვევებში. პირველი ჩვენ ვიცით, განსაკუთრებით ეს ეხება ჟურნალისტების ნაწილს. პირველი ეს ხვედელიძის ფაქტია, რომელიც აქ ახსენეს, რომელიც უსმენდა, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ატვირთა ეს ვიდეოები და საერთოდ მას მგონი პირობითი მსჯავრი დაადეს ერთი წლით და ის საერთოდ გააქრეს საქართველოსთან. ახლა საერთოდ ხელისუფლება მიჩვეულია ასეთ ორმაგ სტანდარტს, ჩვენ ეს გქონდა ვთქვათ კორცხელის ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც ძალიან აშკარად ჩვენ საუბრობთ ჩემს კოლეგასთან ამ ფაქტზე, ძალიან აშკარად იყო ფაქტები, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ორმაგი სტანდარტის თემაა. ახასიათებს და რაც მთავარია, ამ მოსმენებთან დაკავშირებით და ფირებთან დაკავშირებით სკანდალზეა ამ ხელისუფლების დროს, გახსოვთ ალბათ თქვათ თქვენი კოლეგების, ნიკა გვარამია, რომელმაც წინასწარ თქვა, რომ მას ესე იგი ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებითა და შემდეგ არა იმ უქარიდან ერთი კადრი ჩვენ ვნახეთ, რაც შეეხებოდა მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბარს, რომელიც მან წინასწარ თქვა, არიან ადამიანები იქ დასახელდა ძვირფასო კოლეგა, ძალიან გთხოვთ, შეიძლება იცით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ამაზე დაასრულებთ და შემდეგ ბატონონას მიცემ შესაძლებლობას რომ მე არ ჩავერთვები, არ მიცემ თავისუფლებას, რომ ჩავერთო თქვენ საუბარში და გთხოვ დამასრულებიეთ აზრი. კი, ბრძანეთ ბატონო ახალ. ხო, იყო მიშველაძის გახმაურებული ფაქტი, გახსოვთ
გულისხმობთ, რომ მას უთვალთვალებენ და ასე შემდეგ. არაფერი ხელისუფლებას ამ მიმართულებით არ გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის უცნობია და რახან ეს მაღალი, ასე ვთქვათ, ინტერესის საქმეა, ვალდებული იყო ხელისუფლება და დღესაც ვალდებულია, რომ რაღაც საზოგადოებას ამ თემაზე უთხოს. აი მოდით ქალბატონ ნონას ვკითხოთ, რაც შეეხება დაგიბრუნდეთ ბატონო ახლა, რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, ეს კითხვა არსებობს. ხვედელიძის საქმე და ლილუაშვილი ვთქვათ ქარდავა ხიზანიშვილის საქმე რა განსხვავებები არის ერთმანეთთან? წინასწარ დეპუტატებიც კი აანონსებდნენ ამ პირების გამოჩენას საიტ მე გეტყვით ძალიან მარტივად ხვედელიძის შემთხვევაში მე ვამბობ ერთ რამეს რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენია გამოსული თავს ვაძლევ უფლებას რომ ვთქვა რომ ის ცნუნდა ასე ვთქვათ ანუ მანაც რაღაცა გააკეთა რაღაცა გაიმეორა რაღაცა მასგან რა თქმა უნდა გამოყენებული იქნა პირობითი სასჯელი, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან აღიარა რომ ეს გადაცნობა ჰქონდა და ასე შემდეგ და მის მიმართ სასჯელის ადეკვატური, ანუ გამოიყენა ამ შემთხვევაში პროკურატურამ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლილუაშვილს, მან აღიარა ეს ყველაფერი და თვითონ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას. რაც შეეხება ლილუაშვილის თემას, ლილუაშვილმა შექმნა ვირუსი, ანუ ისეთი ვირუსი, რომელიც აღწევდა სხვის კომპიუტერში და ასე ვთქვათ, იმ დაცულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი და ამას აკეთებდა აბსოლუტურად უკანონოდ და ამას აკეთებდა კუდის მაღალჩინოსანი და იგი იყო წახალისებული, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნების მხრიდან. მას არ ჰქონდა პრობლემა, პირიქით შეკვეთა ჰქონდა. და უფრო მეც გეტყვით, მე როგორც ადვოკატი, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მაქვს ნანახი საქმეში, როდესაც მე მაშინაც ვიყავი ადვოკატი და ეხლაც გახლავთ ადვოკატი, სადაც მტკიცებულების სახით კუდის მაღალჩინოსნები ხშირად დებდნენ ისეთ მასალებს, გვაჩვენებდნენ ადვოკატებს თუნდაც, რომ ნახეთ თქვენმა დაცვის ქვეშ ყოფმა რა გააკეთა. აი ესეთი პირების სახით, მაგრამ ის დაკანონებული არ იყო და ამით აშანტაჟებდნენ ხოლმე ზოგადად ბრალდებულებს, რომ ან ეთანამშრომლად გამოძიებასთან, ან ისეთი ჩვენებები მიეღოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ თქვენ მოდით რომ დაუბრუნდეთ აი ამ დღეს ესეთი პრაქტიკა არ არის. შეიძლება ვიღაცა ცდუნდეს და რაღაცა მსგავსი გააკეთოს. თუმცა მასშტაბები რაც იყო იმ საქმეში არის სხვა და უფრო უნდა შედარება შეუძლებელია. ეს იყო ქართული ოცნება მოვიდა თუ არა მაშინვე რაღაც გადაცდომას ჰქონდა ხვედელიძის მხრიდან ადგილი და დღეს ეს არ ხდება. რაც შეეხება ნიკა გვარამიას თემას, მე არც ერთი ფირი არ მინახია არსად რომ ნიკა გვარამიაზე რამე ფირი გავრცელდა. ჩანაწერი მოიხსენია ბატონო ნახაზმა. ჩანაწერი იყო ატვირთული სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილთან უცხოეთ სპეცსამსახურები მუშაობენ და მაინც და მაინც რატო ბრალდება ჩემ სახელმწიფოს და ჩემ ქვეყანას ეს მაინც ვერ გავიგე. დაინტერესება უცხო ქვეყნის მოქალაქეა ამ წუთში მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ რომ გვარამიამ თქვა ხელისუფლებამ შემომითვალაო ასეო ჩაიხსენე რუსთავი ორს, თორემ ამ ჩანაწერს გამოგიხვეყნებთო. ეს ჩანაწერი რამდენიმე ხანში აიტვირთა. და შემდეგი ჩანაწერი იმის გამო რომ გვარამიამ პრევენცია თქვა, პრევენტიულად განაცხადა ამის შესახებ უბრალოდ ვერ გაბედეს. შემდეგ იყო სხვა ჟურნალისტების მიმართ მუხარა. ამას აქვს ახსნა და მე ნინოს მინდა ვკითხო, რამე გავრცელდა თქვენზე? შეიძლება ჩანაწერი არ იყოს ისეთი, როგორც გვარამიას ემუქრებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი, თუმცა ამ არცე მუშაობს ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომლის მიმართაც იყო წინასწარი მუხარა იმ ცნობილ ვიდეო მიმართვებში, ვიდეოებში ბოლოში და ამაზე მან ღიათაც განაცხადა, თუმცა აღარ მინდა ამ თემის გავწობა. მე არ ვარ დაცული, იმიტომ რომ ჩემი კოლეგები თქვა არ არიან დაცული. კი ბატონო, დაკავებულია ხალხი და ხვალდაზე ალბათ შევიტყოთ მაგასთან დაკავშირებით რაც ალბათ გაჟღერდება ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი და სამწუხაროდ გადმონაშთებია, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ორმაგ სტანდარტზე საერთოდ არ ვსაუბრობ. აი კოცხელის ინციდენტი ახსენა აქ ბატონმა მახაზმა, მე მინდა რომ მას მიცე ამ თემის განსხვავების შესაძლებლობა ბუნებრივია თუ ეკნება სურვილი, თუმცა აი მინდა ვკითხოთ თქვენ აი იგივე პიჯაკის და მორაკიღა ახსენა თქვენმა ოპონენტმა პიჯაკის გაფუჭების და ვთქვათ კორცხელში მომხდარი თემა ასევე შეიძლება თუ რომ ორმაგ სტანდარტში ჩაჯდეს იურიდიული თვალსაზრისით. მოდით ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და საზოგადოებამ გასცეს პასუხი ამ ჩემს ნათქვამს. სად ყოფილა და როდის ყოფილა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა დანაშაულს, მერე თავისი ფეხით მიდიოდა და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. კორცხელის შემთხვევაში სპორტსმენები მივიდნენ თავისით წარდგენ გამოძიების წინაშე და ითანამშრომლეს გამოძიებასთან. თუ ყოფილა მსგავსი ერთი ფაქტი დამისახელოს ბატონმა პაატამ და მე გავჩვენე. ბატონმა მახაზმა, თუმცა ჩვენ ვიდრე მას მივცემთ შესაძლებლობას გიპასუხოთ, რეკლამის დრო გვაქვს და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში ბატონ მახაზ თქვენით დავიწყებთ. ბატონო